მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, მოგეკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და მე დღეს თქვენთან მოვედი საჯარო გაშლით, კითხვით, რა იქნება შედეგი თუ გავაგრძელებ ჩემს ამჟამინდელ გზას და მოდით ვნახოთ, ჯერ გავაკეთოთ ენერგიები, რას გვიჩვენებს ენერგიები, რას ეხება ეს კითხვა და შემდეგ დავსვათ მთავარი კითხვა. ანუ ამოვიღოთ ენერგიები, თუ რა ენერგიებში იმყოფებით და რა გზაზე დგახართ ახლა და შემდეგ მთავარი კითხვა. რა იქნება შედეგი თუ მე გავაგრძელებ ამ გზას. ჩემო ძვირფასებო, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა, მოწონება, კომენტარის დატოვება, რაც მე ძალიან დიდ სტიმულს მატებს და მაძლევს სტიმულს, რომ ჩაგიწეროთ უფრო მეტი და საინტერესო გაშლები. მას ასე ვნახოთ საერთო ენერგეტიკა, რა ენერგიას შეეხება ჩვენი დღევანდელი გაშლა, რადგან გაშლა საჯაროა და გავიგოთ ვიზე რეზონირდება და კითხვა, რა იქნება შედეგი თუ მე გავაგრძელებ ჩემს ამჟამინდელ გზას. მაშას ნახოთ ენერგია, და ჩემო ლამაზებო, კითხვის საერთო ენერგია ასეთია და აქ აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც თავს ძალიან კარგად გრძნობდა, იყო კმაყოფილი, ბედნიერი და ემოციურად სავსე, მის ცხოვრებაში უცბად დაიწყო ემოციების და რაღაცების ჩამოშლა. მის ცხოვრებაში მოხდა რაღაცის ჩამოშლა, ანუ კოშკი მის ცხოვრებაში რაღაც ელვასავით უცბად მოხდა, რამაც გამოიყვანა ამ ემოციური კმაყოფილებისგან. მის ცხოვრებაში დაიშალა ის ძველი, სადაც ის იყო და ახლა ის არის ეტაპზე, სადაც აფასებს განვლილ მდგომარეობას და ცდილობს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, გამოღვიძებას, აღდგენას და სურს, რომ ეს დიდი ემოციური ცვლილება მის ცხოვრებაში, ესეთი უცაბედი ელვა, რამაც დაანგრია მისი ყველა ფიქრი, ოცნება და მდგომარეობა, ცდილობს ამ მდგომარეობიდან აფასებს ძველ მოვლენებს, უყურებს ძველ მოვლენებს, რატომ, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და ცდილობს ამ მდგომარეობიდან გამოსვლას და გზის გაგრძელებას. ასე რომ, ჩემო ლამაზებო, ეს არის საჯარო გაშლა და ეს ენერგეტიკა ყველამ აიღეთ თქვენ თავზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებით ახლა და რა მდგომარეობა ეხება ეს ენერგეტიკა, ეს იქნება ურთიერთობა, ეს იქნება ფინანსები, ეს იქნება თქვენი კარიერული გზა, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, სადაც ამჟამად გრძნობთ ასე თავს, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდა უცაბეთი გრევა, იმ ბედნიერების გრევა, სადაც თქვენ ემოციურად ძალიან კარგად იყავით და ხართ ახლა რაღაცების გადაფასების ეტაპზე, გამოღვიძების, გამოცოცხლების და გზის გაგრძელების ეტაპზე. და ნახეთ ახლა ჩვენი მთავარი კითხვა. ნახოთ, რა იქნება შედეგი თუ თქვენ გააგრძელებთ ამ გზას და ნახოთ, რა იქნება
შედეგი მინდა გითხრათ თქვენ ამ გზას დაიწყებთ ახალი ეტაპიდან, გადახვალთ ახალ ეტაპზე, სადაც არ იცით ჯერ რა იქნება, რა მოხდება, რა განვითარდება, თქვენ გექნებათ ასეთი შეგრძნებები. შეიძლება რაღაც საკითხებშიც თქვენ გარისკვა მოგიწიოთ, რისკი მოგიწიოთ, რომ გადადგათ რაღაც ნაბიჯები, გადადიხართ ახალ ეტაპზე, სადაც არ იცით ჯერ რა გელოდებათ და რა იქნება, რასაც გვიჩვენებს არკანის სულელი. ამავდროულად თქვენ, რა თქმა უნდა, გზას, რომელსაც ირჩევთ, სადაც არ იცით რა გელოდებათ, რა მოხდება, იქ, რა თქმა უნდა, არის შინაგანი შიშები და განცდები, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ, რას გვიჩვენებს, რა იქნება შედეგი, თუ მიავირჩევ ამ გზას, ჩემო ძვირფასებო, გადადგით ეს ნაბიჯი, გარისკეთ, დასძლიეთ თქვენი შიშები და ჩვენ აქ გვაქვს არკანი ეტლი. არკანი ეტლი არის წინსვლის ადამიანი, რომელიც უკვე იღებს გამოცდილებას, ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს მიზანი, ადამიანი, რომელიც თავის მიზნისკენ უკვე ისწრაფის და აღწევს წარმატებას. ანუ თუ თქვენ აირჩევთ ახლა ამ გზას, თქვენ აუცილებლად მიხვალთ თქვენი მიზნისკენ და მიაღწევთ წარმატებას. ასე რომ გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას.